როგორ დავქოქოთ მანქანა თუ დაგვიჟდა აკუმულატორი. პირველი რაც უნდა იცოდეთ არის თქვენი აკუმულატორის ამპერაჟი. ის ეტიკეტზე არის გამოსახული. შემდეგ გვჭირდება მსგავსი ან უფრო მძლავრი პარამეტრების მქონე დონორი. ხარისხიანი, სპილენძის, არანაკლებ 400 ამპერიანი დასამუხტი კაბელი, ეგრეთ წოდებული პერემიჩკა. წითელი კაბელის ერთი თავი შევაერთოთ დამჯდარი აკუმულატორის პლუსზე. ამავე კაბელის მეორე თავი კი დონორი აკუმულატორის პლუს კლემაზე. შემდეგ შავი კაბელის ერთი თავი შევაერთოთ დონორი აკუმულატორის მინუსზე და ამავე კაბელის მეორე მხარე კი შევაერთოთ დამჯდარი მანქანის ძარის მეტალის არაშეღებილ ნებისმიერ დეტალზე. ამით სტარტერი უფრო უშუალოდ მიიღებს ელექტროენერგიას. გადავინაცვლოთ დონორ ავტომობილში და დავქოქოთ ის. სასურველია დაველოდოთ 10-15 წუთი. ძალიან თუ გვეჩქარება შესაძლებელია 5 წუთიც. ჩავაქროთ და მოვიღოთ გასაღები დონორი ავტომობილიდან და გადავინაცვლოთ დამჯდარ ავტომობილში. როგორც წესი, ის უპრობლემოდ უნდა დაიღოს. თუ ამ ყველაფრის შემდეგ დამჯდარი ავტომობილი მაინც არ იქოქება, თქვენს პირად რისკზე შეგიძლიათ დაქოქოთ დონორი ავტომობილი და მისი ჩაქრობის გარშე სცადოთ დამჯდარი ავტომობილის დაქოქვა. დასასრულს ჯერ მოვაზროთ მინუს კაბელები, შემდეგ პლუს კაბელები. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.